ადამიანი, როდესაც მისთვის ეკლესია გაუბრალობდა, შეეჩვია ეკლესიას, მუტიწება აღარ გააჩნია, რაც პირველად შესulis დროს ჰქონდა. ხო, ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. ადამიანი მუდამ უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე, საერთოდ სიყვარული ნებისმიერ ადამიანის მიმართ, მეგობრის მიმართ, სამშობლოს მიმართ, მეუღლის მიმართ, ღმერთის მიმართ, ეკლესიის მიმართ, სიყვარული მუდამ საჭიროებს ჩვენს ძალისხმევას. სიყვარული არ არის წინასწარ მოცემული რაღაც მოცემულობა, მოკუთვნებული მოცემულობა, აი თავიდან რაზე გესაუბრეთ? ღვთისაგან მოცემული ნიჭი, მაგრამ ჩემგან ძალიან დიდი ძალისხმევა. ეს ეხება ცხონებას, რომელიც ღმერთის სიყვარულია, მაგრამ ღმერთის სიყვარული არ არსებობს ადამიანის გარეშე. ეკლესიისადმი დამოკიდებულება, ღმერთის სიყვარულის გამოვლინება. მე არ მინახავს ხორცელად ქრისტე, მაგრამ მე ეკლესიაში ვეხები მას ხორცელად, როცა ვეზიარები და ეკლესიისადმი ერთგულება, ჩემი ადამიანად მოსული ღმერთისადმი ერთგულება, თუ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. ამიტომ მუდმივად საჭიროა ჩემი იძულება საკუთარ თავზე. სიყვარული ეს პატარა ყვავილია, რომელიც ქოთანში მაგდა ღმერთმა მომცა, მაგრამ მე მას უნდა გაუმხილდე, რომ იგი არათუ არ მოკოდეს, არამედ აღორძინდეს. ეს ის ტალანტია, რომელიც კი არ უნდა დავმარხო, არამედ უნდა გავამრავო. ანუ ჩემი ძალისხმევაა საჭირო. ადამიანი, რომელიც დაინახე, რომ გაგრილი, ხო? იმ წამსო უნდა წითელბაში უკმა აგითოს, გამოფხიზდე, რას ვაკეთებ, რა შვები, როგორ ვიქცე, რა დამოკიდებულება მაქვს. ამიტომ ბუდმილ სამუშაო ადამიანს არ აქვს მოდუნების შესაძლებლობა.